ესეც ასე მზად ვართ, წყალი ავიღეთ, საკვები გვაქვს, მადლით შემოსილები ვართ და წავედით მოვილოცოთ რომისაც წმინდა სალოცავე. სხვადასხვა ძალიან დიდი ხანია მინდოდა რომ ავსულიყავი და როგორც იქნა მოახერხე. აი ესეთი ამბებია მეგობრებო, ქვეშეთიდან იწყება უკვე. მოკლედ ამოვედით მეგობრებო. როგორც იქნა მანქანა გავაჩერე, იმედია ხელს არავის არ შეუშლის, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ნომერი დავტოვე. გავუყავით ახლა წავედით. მართალია მე პირველად, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, ამ რაოდენობის ხალხი არ გვახსოვს. კირილა სხვათა შორის კარგი ამინდია, მაგრამ რაც არ უნდა ამინდი იყოს, ვერაფერი ხელს ვერ შეგვიშლის. წავედით და გზადაგზა შემოგიერთდებით. აი მეგობრებო, პირველ აღმართას მოვადექით. როგორც მითხრეს, დაახლოებით 4 კილომეტრია ადგილამდეო და ეგეთი გორებია სულ. 5 საათი დავჭირდა ასფალტ-ჩამოსვლაში თავის შესვენებით. მე კიდევ უკვე ვეღარ საუბრობ და ვაით, ვერ თუ შემაძლებელი. სადღაც მარტო აპარატურა 10 კილო და პლუს ამას დამატებული ზუგჩანთა ჯამში სადღაც 20 კილომდე მაქვს. ისე დავიღალე რომ ვეღარ მოძრავობ რა. ყოველ 10 მეტრში წამოწვევი ხოლმე ვისვენებ. რა ვიმედია დღეს ავალ. მსგავსი გამოწვევა პირველია ჩემთვის. ზოგადად ფეხით სიარული ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ მსგავს ადგილებში პირველია. ათონის თაზე რო ვიყავი, რავი 17 კილომეტრი ვიარე იქ. ტყეში გაკეთებული ბილიკები იყო რა. ხო და უთრად ეგეთი არა, მაგრამ იქაც არ იყო ნაკლები გზა. და ამის შემდეგ არ მეგონდა თუ რამე გამაგვირვებდა. ნახევარი გზა გამოვიარეთ, მაგრამ არაუშავს არ დავნებდებით და ავართ ბოლომდე. კარგი გავუყევი გზასაბა. უკან დახევას არ ვართ. გონი მარტო მე დავჩუგა. ყველა მაიარა უკვე. Იღაც შეუძლოდ გახდა და ბიჭები ორ ყოველთვის მობილიზებულები არიან. ღმერთო შენუშველა ყველას. არ არის მარტივი გზა მეგობრებო.
ხო აღარ გადავუღებ ეხლა რომ არ არის ასურველი კადრები და მოდი გავაგზავნოთ გზა. ყოველ წელს არის ის მსგავსი შემთხვევა და ბიჭები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან. აი ესეც თითქმის ბოლო აღმართი, ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმართი მეგობრებო და ამ აღმართის ავლის შემდეგ გამოჩნდება ტაძარიც. ამოვედით როგორც იქნა მეგობრებო და ნახეთ რა სილამაზეა. მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას მტერი მამულისა მიკაფია სისხლით წყაროსავით მიხაბია იმედი ხომ ერქვა მუცო დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ხმანია შენი კარზე ავარებლად საკლავით მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი ესეც ასე მეგობრებო მოვილოცეთ ლომისა და დავეშვით ქვემოთ. და თუ რამე საინტერესო იქნება აუცილებლად გადავიდებ. თუ მოგეწონათ ვიდეო გვერდის გამოწირა არ დაგავიწყდეთ. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.